მოგესალმებით ყველას რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა მკურნალი. მე გახლავართ გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ რადიო პალიტრის მეშვეობით ტალღაზე FM 103.9. ამას გარდა გაქვთ შესაძლებლობა გვიყუროთ და გვისმინოთ კიდევ ლაივ რეჟიმში სოციალური ქსელის დახმარებით. თუ კი საძიებო ველში აკრებთ რადიო პალიტრას, თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ რომ თვალი გვადავნოთ, გვიყუროთ და გვისმინოთ, რაც თავარია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ეს გახლავთ გაზაფხულის სისუსტე, ასთენია. გაზაფხული ბევრისთვის განახლებისა და ენერგიის სეზონია დამეთანხმებით, თუმცა ამ პერიოდში ძალიან ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული გაზაფხულის სისუსტე, ასთენია. ეს მდგომარეობა გამოიხატება დაღლილობით, ენერგიის ნაკლებობით, ძილიანობით და ასევე საერთო სისუსტით. ზამთრის შემდეგ ორგანიზმი ძალიან ხშირად გამოფიტულია, მზისხივების დეფიციტი, ფიზიკური აქტივობის შემცირება და არასრულფასოვანი კვება იწვევს მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ნაკლებობას. განსაკუთრებით ხშირად ეს პრობლემა გვხვდება ქალებში, რაც შეიძლება რომ დაკავშირებული იყოს D ვიტამინისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტთან. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ჩვენთან სტუმრად მობრძანდნენ ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ნუტრიციოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პრევენციული მედიცინის აკადემიის წევრი ქალბატონი რუსუდან კვანჯახაძე. მოგესალმებით ქალბატონ რუსუდან და ასევე ჩვენთან სტუმრად იმყოფება საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma's პროდუქციის მენეჯერი ნინი უდუმაშვილი. მოგესალმებით ნინი. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია ყოველ წელს, განსაკუთრებით ამ სეზონზე და ქალბატონ რუსუდან თქვენგან დავიწყებთ თქვენის ნებართვით საუბარს. გაზაფხულის დასაწყისში ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე რომ რაღაცნაირად ჩვენი ორგანიზმი ზამთრის შემდეგ გამოფიტულია და აი ყველაზე ხშირად რა სიმპტომები შეიძლება იყოს მანიშნებელი იმისა, რომ მართლაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენ სტუდიაში მოსვლა და ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც არის კვება. მით უმეტეს დღეს ეს საკითხი ძალიან კარგად არის გაჟღერებული და ყველამ ძალიან კარგად თითქოს ვიცით, მაგრამ მე მაინც მსმენელს მინდა შევახსენო ისეთი საინტერესო მონაცემები, როგორიც არის ზუსტადაც გაზაფხულზე თუ რითი უნდა ვიკვებოთ და როგორ უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს. თქვენ სწორედ აღნიშნებთ, რომ გაზაფხულზე თითქოს ორგანიზმი გამოფიტულია და ეს დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ზამთრის პერიოდში საკვები შეიცავს ნაკლები რაოდენობით იმ აუცილებელ ჩვენ ვეძახით ესენციურ მიკრონუტრიენტებს, როგორიც არის ცილები, მიკრონუტრიენტებს, როგორიც არის ვიტამინები და მინერალები, ვიტამინის მაგვარი ნივთიერებები, რომელიც ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმისთვის, ანუ ნივთიერებათა ცვლისთვის ძალიან აუცილებელია. რამდენადაც მაკრონუტრიენტები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ჩვენ ენერგიას გვმატებენ, აი ეს მიკრონუტრიენტები, ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ჩვენი ნივთიერებათა ცვლისათვის. აი გაზაფხული რამდენადაც ლამაზი პერიოდია, ხო, ყველა ადამიანის ცხოვრებაში, აღმაფრენის, ახალი გრძნობების და ასე შემდეგ, იწყება ორგანიზმში ისეთი ცვლილებები, რომელსაც ჩვენ თითქოს არ უკავშირებთ ყოველთვის ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, იმიტომ რომ ეს არის არასპეციფიური ცვლილებები. ასთენია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მუდმივი, აი ესეთი გულსიძახის სისტემის მხრიდან მუდმივი ცვლილებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგნიუმის, თუთიის დეფიციტთან, ძილიანობა და პირიქით ძილის დარღვევა. განსაკუთრებით აი ქალებში ეს ცოტა ისეთი პრობლემატური საკითხია, კანის, ფრჩხილების, თმების პრობლემა, თმის ცვენა იწყება და რასაკვირველია, სწორედ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანიზმში ზამთრის განმავლობაში არ გროვდებოდა ის საკმარისი მინერალები და ვიტამინები, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით მათ დეფიციტს და პრევენცია უნდა მოვახდინოთ ამ მინერალების და ვიტამინების ყოველდღიურად. კი ბატონო, ქალბატონ რუსუდან მინდა გკითხოთ D ვიტამინთან დაკავშირებით, ხშირად მზის ვიტამინად მოიხსენიებენ ხოლმე და როდესაც ზამთარში მზის სხივებთან კონტაქტი ნაკლებია და ძირითადად დახურულ სივრცეში გვიწევს დროის გატარება, საკმაოდ გავრცელებულია ხოლმე შემდგომ
თქვა უკვე D ვიტამინის დეფიციტიც. რატომ არის ეს ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ასევე ქალების ჯანმრთელობისთვის და როდის ხდება უკვე აუცილებელი და საჭირო, რომ დანამატის სახით მოხდეს მისი მიღება? D ვიტამინის ძირითადი მიღება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხდება მზის სხივების ზემოქმედებით, როდესაც კანში წარმოიქმნება, შემდგომ უკვე გარკვეული მეტაბოლიზმი ხდება ჩვენ ორგანიზმში, ჩაირთვება თირკმელებიც, ღვიძლიც და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად D ვიტამინს უწოდებენ ჰორმონსაც და არა მარტო ვიტამინს, იმიტომ რომ D ვიტამინის გარეშე წარმოუდგენელია პრაქტიკულად თუნდაც კალციუმის, მაგნიუმის ცვლა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია D ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ, როგორც ძლოვანი ეფექტები, მისი არაძლოვანი ეფექტები. D ვიტამინის დეფიციტი ეს არ არის მარტო ძვლის სისუსტე, ანუ ოსტეოპოროზს, რასაც ვეძახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გულსიძახთა სისტემის მხრივ, დეპრესია ძალიან ხშირად სწორედ D ვიტამინის დეფიციტის შედეგად შეიძლება განვითარდეს, იმუნურ სისტემაზე მისი დეფიციტი ძალიან ცუდად მოქმედებს და ასე შემდეგ. რატომ გაზაფხულზე გვაქვს ყველაზე მეტად D ვიტამინის დეფიციტი და რატო ურჩევთ ჩვენს მენელს D ვიტამინის ნუტრიენტები, D ვიტამინის დანამატებით შევსება ჩვენი ორგანიზმით, იმიტომ რომ საკვებიდან პრაქტიკულად 5-10%-ში ხდება D ვიტამინის შესვლა, ძირითადად ეს არის როგორც თქვით, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად და ზუსტად გაზაფხულზე ყველაზე მცირეა მისი რაოდენობა, იმიტომ რომ მთელი ზამთრის განმავლობაში რასაკვირველია ჩვენი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე ადამიანი კანიდან ხო ვერ იღებს იმ აუცილებელ მზის სხივების ზეგავლენას და D ვიტამინის სინთეზი აღარ ხდება უკვე საკმარისი რაოდენობით. ამიტომ ჩვენ მივაწოდებთ რასაკვირველია პაციენტებს და მარტო პაციენტებს რასაკვირველია, არა პაციენტებს უკვე სამკურნალო დოზა უნდა ვურჩიოთ, ხოლო პრევენციული დოზა ალბათ ყველას გვჭირდება მეტნაკლებად, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, როგორიც არის ქალები დაუშვათ 50 წლის ზემოთ, მენოპაუზის შემდგომ, ასევე დაუშვათ ბავშვებს და არა მარტო ქალებს, რატომაც არის მამაკაცებსაც ეს D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ გამოხატული აქვს ჩვენი ასეთი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხო? და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, კარგი D ვიტამინის დანამატი გვაქვს სხვადასხვა დოზირებებით, ეს არის D-ტრივიტი 1000-იანი, D-ტრივიტი 2000-იანი, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ D ვიტამინის კომბინაციას K2 ვიტამინთან ერთად, განსაკუთრებით 21 საუკუნეში ყურადღებას აქცევენ ამ კომბინაციას, ვინაიდან ორი ასეთი მნიშვნელოვანი ვიტამინის თან ასე ვთქვათ არსებობა ხელს უწყობს უკეთესად კალციუმის შეწოვას და სხვა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ჩვენ ორგანიზმში. საინტერესოა, რომ ესეთი დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეთ ამ თემაზე. ქალბატონ რუსტან, ასევე მინდა კითხოთ რაღაცნაირად ეს გაზაფხულზე თითქოს ბუნებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმით უფრო ცოცხლდება, იღვიძებს და ვცდილობთ ხოლმე რაღაც აქტიური ცხოვრების წესზე გადასვლას, მეტ მოძრაობას, ჯანსაღყვებას თუ ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წონის კონტროლიც. ქალბატონები დამეთანხმებიან ალბათ, რომ ეს თემა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ზოგადად მცენარეული კომბინაციით შექმნილი საკვები დანამატები რამდენად შეიძლება რომ დაგვეხმაროს თუნდაც წონის კორექციაში ან მადის კონტროლში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა მცენარეული დანამატების გამოყენება წონის კლების დროს და ძალიან ბევრი პაციენტის და არა პაციენტის ამ კითხვას განსაკუთრებით გაზაფხულის დასაწყისში გვისვას, იმიტომ რომ ყველას უნდა გაზაფხული დგება და უნდა დავიწყოთ აუცილებლად წონაში კლება. სხვათა შორის ძალიან ხშირად ზოგადად მარტო პაციენტებიც ვიმეორებ არა და ზოგადად ვისაც ოდნავ წონის პრობლემაც აქვს, იწყებს არა მიზანმიმართულად ვინმეს რჩევით თუნდაც ისეთი ძლიერი მოქმედების პრეპარატების მიღებას და ამ ხრივ რასაკვირველია მცენარეული დანამატები ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება პრევენციის მიზნით მივიღოთ და არ არის აუცილებელი ყოველთვის რომ ექიმის ასე ვთქვათ ჩარევა იყოს საჭირო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე მცენარეულ შემადგენლობის დანამატებს არ აქვთ ის გვერდითი მოვლენები, რაც თუნდაც პრეპარატებს აქვთ და ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ამ პრეპარატებთან კომბინაცია
კომბინაციაშიც კი გამოვიყენოთ ეს მცენარეული დანამატები. ერთ-ერთ აი ასეთ ჩემს საყვარელ მცენარეულ დანამატს, რომელიც მიზანმიმართულად სწორედ მარტო წონის კლებისკენ არ არის მიმართული, არამედ მიმართულია პირველ რიგში მადის დაქვეითებისკენ, მაგრამ მადას ნახეთ როგორ ვაქვეითებთ შუგანორმი ასეთი კვებითი დანამატი და შუგანორმის მეშვეობით არა უშუალოდ მადის ცენტრზე მოქმედებთ, არამედ მოქმედებთ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებით, ხო? აი განსაკუთრებით შუგანორმის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი, ქრომი, დარიჩინი ყველასათვის არის ცნობილი, ხო? თან ძალიან კარგ გემოვნება ზოგადად ნამცხრებს როცა უმატებთ დარიჩინს, რატომ უმატებთ? იმიტომ რომ აი ეს გლუკოზის ათვისება არ მოხდეს ძლიერად და დავდგუნოთ თუნდაც და დავაქვეითოთ გლუკოზის რაოდენობა სისხლში. თეთრი თუთის ექსტრაქტია ასევე და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ კომპონენტები, მაგრამ ნუ აი და ალფა ლიპოის ბჟავა არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ნუტრიენტი, რომელიც წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და იმუნურ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს და ასე შემდეგ. ამიტომ შუგანორმს ურჩევ ყველას ამ პერიოდში განსაკუთრებით, ვისაც უნდა წონის დაქვეითება, მადის ცოტა დადგუნვა, განსაკუთრებით ღამის საათებში, ხო, რაც ძალიან ისეთია, რა ქვია, ძლიერი პრობლემაა, ხო? ნამდვილად ძალიან გამოგვადგება ეს რჩევები ქალბატონ რუსუდან და მადლობა ესეთი ამომწურავი ინფორმაცია რომ მოგვაწოდეთ. ნინი, თქვენ მინდა ახლა კითხოთ ქალბატონ რუსუდანმა ამომწურავად ისაუბრა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტზე, ზოგადად მათ მნიშვნელობაზე, როგორც ვიცი, ფარმაცევტული კომპანია GM Pharma საკვებით დანამატების მიმართულებით ძალიან მრავალფეროვანი არჩევანით არის წარმოდგენილი. ჩვენთან სტუდიაშიც არის ახლა პროდუქცია და მინდა ვისაუბროთ ამ ბრენდების შესახებ, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს კიდეც და რა შეთავაზებებს გვთავაზობს ამჯერად GM Pharma, ესეც რომ გითხრათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს. ქალბატონ რუსუდანმა ამომწურავად ისაუბრა და გეთანხმებით ნამდვილად ვიტამინების და მინერალების დეფიციტზე, განსაკუთრებით აი ზამთარ გამოვლილი ორგანიზმის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდება ენერგიის აღდგენა. დღეს თქვენთან სტუდიაში წარმოდგენილი ვარ GM Pharma-ს ცნობილი ევროპული ბრენდებით, რომელიც იწარმოება გერმანიაში Volt Pharma-ს ქარხანაში და ქალბატონ რუსუდანმა D ვიტამინის როლზე განსაკუთრებით ისაუბრა და განსაზღვრა D ვიტამინის დეფიციტის შესავსები და საპრევენციო დოზებიც, რაც აუცილებლად გვჭირდება ყველას. წარმოდგენილი ბრენდებიდან D ტრივითის ხაზში გვაქვს 1000-იანი, 2000, 5000 საერთაშორისო ერთეულით და ასევე D ტრივითი K2-თან ერთად კომბინაციაში და ასევე ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ OME3 D3-ის ხაზშიც. OME3 D3-იც ასევე ერთ-ერთ ასე ვთქვათ ჩვენთვის განსაკუთრებით საყვარელ ბრენდს წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე რომ ორი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება ომეგა-3 1000 მგ და D ვიტამინი, აქაც D ვიტამინის დოზიდან გამომდინარე ირჩევა ფორმა. გვაქვს განსხვავებული ფორმებით. OME3 D3 1000 საერთაშორისო ერთეულით, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით. ასევე ვისაუბრეთ წონის კორექციაზე და შუგანორმი გვაქვს წარმოდგენილი თქვენთან სტუდიაში და არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება ზოგადად დღევანდელ დღეს წარმოდგენილ ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში სტრესთან დაკავშირებით ხშირად გვჭირდება ხოლმე მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები და აქ აშო ანტისტრესი გვაქვს დღეს წარმოდგენილი თქვენთან სტუდიაში, რომელიც ბუნებრივ მცენარეულ საშუალებას მიეკუთვნება. შეიცავს აშვაგანდას, შეიცავს მაგნიუმს, B6 და L-ტრიპტოფანს, რაც გვეხმარება ყოველდღიური ზედმეტი შფოთვის, ემოციების მოხსნაში და შესაბამისად ძალიან კარგ კომბინაციას წარმოადგენს. თითოეული მათგანი, როგორც აღნიშნეთ, გერმანული Volt Pharma-ში არის ნაწარმოები და აღნიშნულ ბრენდებზე, ასევე პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ასევე ძილის დარღვევები, გვაქვს წარმოდგენილი Nixinite, მელატონინის შემცველი პროდუქტი, რომელიც შეიცავს 5 მგ მელატონინს ოპტიმალური რაოდენობით და თითოეულ აღნიშნულ ბრენდზე გვაქვს 1+1 შეთავაზება PSP საფთიაქო ქსელში ყოველ პარასკევს. და პარასკევი დღე, როგორც წესი, PSP საფთიაქო ქსელში ჩვენ საკვებ დანამატებთან არის ასოცირებული და შესაბამისად ნებისმიერ ჩამონათვალს შეიძენენ 1+1 შეთავაზებით. ასევე არ შემიძლია ცინკოვიდების ბრენდი არ გავახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, იწყება თუ არა რესპირაციული ავადობა და ზოგადად ვიტამინების დეფიციტი, აქაც ცინკოვიდი ყველას გვახსენდება ხოლმე და ცინკოვიდების ბრენდებზეც მოქმედებს აღნიშნული შეთავაზება. ფაქტიურად ყველა აღნიშნულ ჩამონათვალზე PSP საფთიაქო ქსელში 1+1 შეთავაზება დახვდებათ პარასკევ დღეს. არაჩვეულებრივი შეთავაზებაა, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ორგანიზმისთვის და მიხარია, რომ GM Pharma ყოველთვის გვანებიურებს ასეთი შეთავაზებებით, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია. ქალბატონ რუსუდან, რჩევის სახით და რეკომენდაციის სახით გითხრათ
მოგითხარით ბოლოს შემაჯამებლად რაიმე რაც განსაკუთრებულად უნდა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე. მაყურებელს უსურვებ და მსმენელს უსურვებ საინტერესო ლამაზ მზიან დღეებს და რასაკვირველია პრევენციას ნებისმიერი იმ პრობლემის რაც შეიძლება გაზაფხულზე გაჩნდეს და ასევე ვუსურვებ რომ შეიძინონ ფორმას პრეპარატები ვინაიდან ისინი ყოველთვის დაგვეხმარებიან აი ასეთი ლამაზი დღეებისას. უღრმესი მადლობა თქვენ ესეთი საინტერესო და ამომწურავი საუბრისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, რომ დღეს ვსაუბრობდით ზოგადად გაზაფხულთან ასოცირებულ სისუსტეზე, გადაღლაზე და იმ გამოფიტვაზე, რასაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის ზამთრის გადავლის შემდეგ და როგორ უნდა ავინაზღაუროთ ეს ყველაფერი. ამის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ნუტრიციოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პრევენციული მედიცინის აკადემიის წევრი ქალბატონი რუსუდან კვანჭახაძე და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ნინი უდუმაშვილი იყვნენ ჩვენთან სტუმრად. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვინც დრო დაგვითმო. რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერს, თქვენ კი გემშვიდობებით.